ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში ხელოვნების სკოლის აფხაზეთი ნომერ 1 10 წლის იუბილეის აღსანიშნავი კონცერტი გაიმართა. მოეწყო ხელოვნების სკოლის სამხატვრო და გამოყენებითი ხელოვნების განყოფილების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. ვლოცავ ხელოვნების სკოლას 10 წლის იუბილეს. მიხარია ამ საიუბილეო კონცერტზე რომ გამოვედი. მიხარია ასევე აფხაზეთის სკოლაში რომ ვსწავლობ. ბევრი რამე ვისწავლე. მყავს კარგი მასწავლებელი და კონცერტმეისტერი. დღეს არის აფხაზეთის ხელოვნების სკოლის აფხაზეთი ნომერ 1-ის საიუბილეო კონცერტი და აღნიშნავთ 10 წლის იუბილეს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩემთვის, ასევე სხვა მოსწავლეებისთვის. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ბავშვთა და მოზარდთა მხატვრულ ესთეტიკურ აღზაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ხელოვნების სკოლის პედაგოგები და სკოლის დირექტორი თამარ ახალაია მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. კიდევ ერთხელ დავწუნდით, რომ საოცრად ნიჭიერი ბავშვები გვეძდება. რამოდენიმე წელიწადში იმ დიდებულ პლეადას მომღერლებისა, საოპერო მომღერლებისა შემოემატება ძალიან სერიოზული ძალა იმ ახალგაზრდების სახით, რომელთა შესრულებით სიმღერები დღეს ჩვენ მოვისმინეთ. მე მინდა მიულოცო თითოეულ პედაგოგს, სკოლას, არა მარტო იუბილე, არამედ ამ 10 წლის განმავლობაში მათ მიერ აღზრდილი მოსწავლეების საოცარი წარმატებებით მადლობა მინდა გადაუხადო ქალაქ თბილისის მერიას, რომელიც აფინანსებს ამ სკოლას. შემოგვეხიდა ჩვენ უკვე მეორე წელია ისინი ამას აკეთებენ. დიდი დღე გვაქვს ხელოვნების სკოლა აფხაზეთი 1 ზეიმობს დაფუძნებიდან 10 წლის თავის იუბილეს. ჩვენ დავფუძნდით მდიდარი შემოქმედებითი ტრადიციების მქონე ქალაქ სოხუმის ნომერ 1 და ნომერ 2 სამუსიკო სკოლების ბაზაზე. დღევანდელი კონცერტი დღეს დაეთმო აკადემიურ მიმართულებებს. ანუ წარმოვაჩინეთ საფორტეპიანო, სიმებიანი, სოლო სიმღერის, საგუნდო, ხალხური შემოქმედების განყოფილებები. გვეწვია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე ბატონი ვახტანგ ყოლბაია, რომელსაც ღრმა პატივისცემით მოვიხსენიებ, რადგან მისი მხარდაჭერა დიდი იყო დღევანდელი კონცერტის ჩატარებაში. მან სპეციალური პრიზები და სამახსოვრო მადლობის სიგელები გადასცა როგორც აფხაზეთიდან დევნილ მასწავლებლებს, ისევე იმ ადგილობრივ მასწავლებლებს, რომლებიც მას დიდი ღვაწლი შეიტანეს აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების სახელოვნებო აღზრდა განათლებაში. დღეს არის ჩვენი ხელოვნების სკოლის 10 წლის იუბილე. დიდი მადლობა გვინდა გადაუხადოთ ბატონ ვახტანგ ყოლბაიას იმისათვის, რომ გადმოგცა ჯილდოები და დააფასა ჩვენი შრომა, რაც ჩვენ გავწიეთ ამ 10 წლის განმავლობაში. დიდი მადლობა ჩვენს პედაგოგებს, ჩვენს დირექტორს და ყველა მშობელს და ყველას, ვისაც შეტანილი აქვს წვლილი ჩვენი სკოლის განვითარებაში. ეს კონცერტი შედგა 10 წლის თავია, დიდი იუბილეა ჩვენთვის. მე პირადად უკვე 8 წელი მუშაობ ქალბატონ თამართან, ძალიან უსაყვარლესი დირექტორია ჩვენი და დიდი მადლობა მთავრობას, ჩვენ სკოლას, ბავშვებს, მშობლებს, მასწავლებელს, სულ ყველას. კონცერტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა.